კი. ამ რამოდენიმე პირველად გადაცემა რა, სადაც ეწოდებული თეოლოგია ესწრებოდა, ну იქ მოკლედ ეკლესიის ხამრად სრული განკითხვა იყო ყველა კუთხით, რა იქ ყველა პარამეტრი და სიტყვის პირდაპირ შობთ იქ იჭორავს თვითონ რაღაც ანონიმური წერილის საფუძველზე შედგა გადაცემა. ყველაზე მთავარი რა არის, ამ გადაცემის წამყვანი, რომელიც უნდა იყოს ობიექტური, საერთოდ გადაცემის წამყვანი. იგივე პირდაპირ ვიტყვი ბასილ კალავიშვილის, ბასილ კობახიძის საიტზე ყველა აბსოლუტურად სასულიერო ის გაცინის და ну აი აკრიტიკებს ყველანაირად ეს გადაცემა ვისაც მიყავდა ვიც უნდა იყოს ესეთ ობიექტური. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ხალხი საერთოდ ეს ეკლესიის მაგინებელი ხალხი ძალიან მომძლავრდა ტელევიზიაში და ძალიან ისეთ წამყვან გადაცემებში არიან და თვლით თუ არა ეს შემთხვევითობად მიგაჩნიათ თუ არა და რამდენად სწორია კიდე ერთის მინდა თქვა რომ ამ ხალხს უნდა გაეცეს ადვოკატური პასუხი. იმიტომ რომ შეიძლება ისეთი აზრი რომ ეკლესიაში იმდან გაუნათლებელი მოზღვრები არიანო კრიმინალური წარსულს და თეოლოგიურად არასანდო ხალხი რომ არ აქვს იმის უნარი და საშუალება გაცენა ამ ხალხს პასუხი და მე ვთვლი რომ უნდა გაეცეს პასუხი. თქვენი აზრი მაინტერესებს. პასუხი უნდა გაეცეს. ფოტოშოპის აი ჩვენი ეს შეხვედრები ამ ფუნქციასაც ატარებს. ქრისტიანობა იბრძვის არა ბოროტების მიგები ამ ლაძბაზე ლაძვით, არამედ სიკეთის გამრავლებას. ჩვენ გავამართ მას სიკეთით. ეგ ბუდაპეშტს აშენებენ, ჩვენ ტაძარი ავაშენებთ. ეკლესიას ლანძღავენ. ეკლესიას აქვს 2000 წლოვანი გამოცდილება დევნილობის გადატანის. თუ მოხდა ისე რომ რაღაცაზე პასუხი ვერ გავეცი, სტიმულია. ესე იგი მეტი უნდა ვიცოდეთ, მეტი უნდა ვსწავლობდეთ. თუ მოხდა ისე რომ რაღაც ფაქტზე მიგვითითეს, რომელიც ზნეობრივ ნორმებში ვერ ჩაჯდა, ეკლესიას მიგვითითეს, რომ აი თქვენთან ესე ხდება. ჩვენ ესეთი რაღაცა უნდა გამოვასწოროთ. რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიასთან ბრძოლა ზოგ ცხოვრების მიზნადაა, მე ისე რაზე მეცინება, რომ თუ საქართველოში ყველა პრობლემა მოგვარებული და დარჩა ერთი პრობლემა, რომ მართლმადიდებლობას ემუძღვა. თუ ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს ის გააკვიროთ ეკლესიის შიგა სამზარეულო როგორია, მათ შორის სინოდი რა გადაწყვეტილებებს იღებს და რამდენი ეპისკოპოსი ეყოლება ჩვენი საქართველოს სახელმწიფო აღშენებობაში მნიშვნელოვანია? რამდენი ეპარქია არსებობს? მნიშვნელოვანია. რამათი საქმეა ეს? და კიდევ ერთი ასე ადამიანები ათეისტები არიან. და მე შემახომ ესეთი კითხვა, რატო უხარიათ ამ ადამიანებს ღმერთის არარსებობა? რაც შეეხება პასუხის გაცემას, მე არ ვიცი ახლა როგორი ფორმით უნდა მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია თქვა პასუხი გავცეთ იგივე ინტერნეტ საიტზე, გავაკეთოთ კომპეტენტური სატელევიზიო პროექტები, სადაც ესეთ შემთხვევებს ოპერატიულად პასუხი გაეცეს. ამის გაკეთება ძალიან ადვილად შეიძლება ინტერნეტის საშუალებით ტელევიზიაში ჩვენ ხელი არ მივიღებთ. და ის რომ ტელევიზია აკეთებს თავასაც სახელმწიფო არის. მე კითხვა მიჩნდება სახელმწიფოსთან ზოგადად რა სიჭირდებათ მათეს, იმიტომ რომ მე სულ მაქვს ისტორია თვალწინ. ნოე ჟორდანიას მაგალითად არის კლასიკური მაგალითი. რა დაემართება საქართველოში არსებულ ხელისუფლებას, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს. არ შეიძლება ამის გაკეთება. მე წარმოგიდგენთ, ადამიანი ხო რიგითი ადამიანი მორწმუნე უყურებს. პირველი არხიდან ხდება ლაძღვა ეკლესიის. მე რა უნდა ვიფიქრო? ხო შეიძლება ვიფიქრო, ხელისუფლება რა ეკლესიას ებრძვის. ანუ ეს ჟურნალისტი და აგრეთვე ის ადამიანი, რომელიც ამ გადაცემაში მონაწილეობას ვებურებდა, ეს ადამიანი თუ ასწავლები მაგ გადაცემაში თქვის რომ რელიგია ოპიუმია, ხო? მარქსიზმს იღებდა. ეს ადამიანები, მოდი ეკლესიას აიჭაძე კი არა გასო. ულიანოვმა ვერაფერი ვერ უქნა, იმან ვერაფერი ვერ უქნა, კალიგულამ ვერა ხრუშოვმა, ეკლესიას რა უნდა უკნა? ეკლესიის დამარცხება არ შეუძლია. მაგრამ ეს ადამიანები მათ ეკლესიას არ ებრძვიან, ქართულ სახელმწიფოებრიობასაც ებრძვიან, იმიტომ რომ კიდევ მეორე მორწმუნე ადამიანია, ძალიან ბევრია საქართველოში მორწმუნე. და დავითვალოთ რამდენი რა? ეხლა მე უყურებ მორწმუნე ადამიანს. ნახე ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის, კითხვა მიჩნდება. რაში აწყობს ეს ხელისუფლება? რა ინტერესია? ამიტომ ეს ადამიანები, ესეთი ჟურნალისტები, ესეთი ადამიანები, რომელსაც ამგვარი გადაცემები იყავთ, განა ხელისუფლების წინააღმდეგ არ იბრძვიან, განა ქართულ სახელმწიფოებრიობას არ ანგრევენ, განა აღთიშავენ ერთმანეთის უნდობლობას, აღთესავენ ხალხში ხელისუფლების მიმართ. ეკლესიას რა უნდა დამღეხა მორწმუნე ადამიანი. ესე იგი, ამდენი ეპისკოპოსი და ამდენი უნდა იყოს. მეცინება, მათ ჩემი საქმეა, ძველი ვარ ჩემი საქმე არ არის, ერისკაცისათვის მით უმეტეს. მე თუ ღმერთს ვეძებ.
იმა რომ ითხრა რაღაცა ტელევიზორში ამით მე ღმერთის ძიება შევწყვეტ მე თუ ეკლესიურად ცხოვრობ ამით რამე პრობლემები მექნება არაფერი აბა მაშინ რა ხდება ის რომ აიმხელა უზარმაზარი მასა ადამიანებისა პოტენციურად განაწყობენ რომ უნდობლობა გამოუცხადონ ხელისუფლებას იმიტომ რომ ის ჩვენ ეკლესია ჩვენ ვარ ჩვენ გვებწვით ანუ ეს ადამიანები მტრობენ სახელმწიფოებრიობას საქართველოს სახელმწიფოებრიობას მე კითხვა მიშდება აი რაში ჭირდება აი ვინც აკონტროლებს ამ სიტუაციას რომ აი ესეთი მავნე გადაცემა მავნე მეტაბრო რომელიც რომელსაშია გახეთქილება ერში ხალხსა და სახელმწიფოს შორის რაში ჭირდებათ ესეთი გადაცემები ვინ დგას ამ გადაცემების უკან მე მინდა რომ როგორც ქართველმა დადებითად ვიფიქრო ჩემ ხელისუფლებაზე ჩემ ხელისუფლებაზე ჩემი ხელისუფლების სტრატეგიაზე ტაქტიკაზე ჩვენს უშიშროებაზე ჩვენ ზალუა სტრუქტურები და დადებითად ვიფიქრო მე კითხვა მიშნდება რაში გაწყობთ ესენი ხო დამანგრეველები არის იმის მაგივრად რომ რაც შეიძლება მეტი ნდობა სახელმწიფოს ხელისუფლებასა და ერთ შორის მეტი ნდობა რომ ვითანამშრომლოთ აღვაშენოთ ჩვენი საქართველოს შვილები არა ვარ გამოდის და მარქსის იდეებს მიხადაგებს და ეკლესიას მოძვის პირველი არხიდან რაში ჭირდება თუ მეტყვიან რომ ეს საზოგადოებრივი არხი და ყველა აზრი უნდა გავითვალისწინოთ მეც გამომიშვით რა მეც დამალაპარაკე ოღონდ მე პირობას გაძლევთ რომ არავის არ გავლანცავ ისინი ლაზღავენ ეკლესიას მე ქრისტიანობის შესახებ სიყვარულით ვისაუბრებ გამომიშვით და მაშინ დავიჯერებ რომ რადგან საზოგადოებრივი არხია ისიც არის და ესეც არის მაგრამ ლაზღვა ყველა შემთხვევაში მიუღებელია ასე რომ რაც შეეხება თვითონ ამ ადამიანებს აუ მე ვუჩებ რა აი სოფელ გაიარო და გაიკითხო რა ყველა იმ ოჯახს ყველა იმ ადამიანს რომელიც ეკლესიას დაჯახებია რა მოსულია მას და მის თაობაობას არის შედა და პატრიარქმა თქვა ერის მამა რომელიც 60 კილოს საყდარზე ზის თქვა დაიჯებიან და დაიჯებიან აი მე მაგალითად მეშინია მაგრამ მაგალითად მათი ცოლშვილის მაგივრად მე მეშინია რამდენიმე ათეული წლის წინ ისინი არ არსებობდნენ და ცოტა ხნის მერე ძვლების გროვად გადაიქცევია და რა მოიტანეს და რა წაიღეს ისტორიაში შევლენ როგორც ეკლესიის მაგინებლები და ერის შუაზე გამხლეჩის მცდელობის მოსულნები აი ესე შევლენ ერის ისტორიაში როგორც არის კირიოლის მკვლელი დავიდოვი შევიდა ისტორიაში და ილიას მკვლელი ბერბიჩაშვილი აი ესე შევლენ ესენი ერის ისტორიაში ადამიანი